საგამოფენო გალერეა ვარლა ინსტალაციას დრო მასპინძლობს. მხატვრული ინოვაციური გამოფენა ინსტალაციის ნახვის შესაძლებლობა მსურველებს 15 ნოემბრის ჩათვლით აქვთ. გალერეის საგამოფენო სივრცე 17 ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს და გვაჩვენებს მათი თვალით დანახულ დროის დინებას. ყველაზე ძლიერი და ყველაზე მოკლე თავისი არსით და ფრაზით არის დრო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საუბარი და ამის ახსნაც არ არის მეგონი საჭირო. ისედაც მხატვრებს საუბარი არ უყვართ თავის ნამუშევარზე. გამომდინარე იქედან რომ მან გაწია რაღაც უკვე მუშაობა და გამოვიტანა იმისთვის რომ აღიქვას ნახველმა და იმის იქეთ უკვე ის მუნჯია, ასე რომ ვთქვა და თქვენ წინაშე არის 17 შემოქმედის ის შინაგანი სულიერი შემოქმედებითი დრამა, ყოველდღიურება, რუტინა თუ ასე შემდეგ, რომელიც წარმოადგენს დღეს გამოფენაზე ინსტალაცია სახელწოდებით დრო. ამ ეტაპზე წარმოდგენილი მაქვს ერთი არის ფერწერაში ნამუშევარი, მეორე არის ინსტალაცია. ეს არის საექსპერიმენტო გამოფენა, ასე რომ ვთქვათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მნახველისთვის. იმ მხრივ რომ არ არის განებივრებული ჩვენი მნახველი ასეთი გამოფენებით. ამ გამოფენაში სიახლე არის ის, რომ ნახათან განსხვავებით ახალი მასალა შემოვიდა, კიდე მუსიკა შემოვიდა, ფორმა შემოვიდა, განათება შემოვიდა და ბევრად უფრო ემოციური არის. ბევრად უფრო აღქმადი არის მნახველისთვის და ბევრად უფრო საინტერესო. კარგი იქნება თუ ესეთი გამოფენები კიდევ უფრო მრავლად იქნება ჩვენს ქალაქში. ნამუშევარი ერთი სახლი ეხმიანება სამყაროს საზღვროების და საზღვროების პირობითობის საკითხს, როდესაც შემოქმედებისთვის და ნამდვილი ადამიანებისთვის, რომლებსაც სულიერი წვა აქვთ, არ არსებობს ეს საზღვრები პირობითია და ჩვენ ვართ ერთ სახლში და ვფიქრობ ეს სიგნალი დღეს ყველაზე საჭიროა, რადგან ადამიანმა დაივიწყარა ეს და რაღაც დაყო მისი თავი ჩარჩოებში მოაქცია და ვფიქრობ დროული იქნება ეს სიგნალი მაყურებლისთვის და ინსტალაციის და ხელოვნების ფუნქციაც ზუსტად ეს არის, რომ დროულად თქვას თავისი სათქმელი და ასე ვთქვათ იმოქმედოს მნახველზე. ვეტყვით რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქალაქისთვის ზოგადად ნებისმიერი დასახლებული პუნქტი ქალაქი არა ქვეყანა ხელოვნებაში, კულტურაში ასე არის მიღებული ოდითგანვე, როდესაც ადამიანმა აზროვნება დაიწყო, იქიდან მოყოლებული დღემდე და ასე იქნება ალბათ მომავალშიც, ამას არაფერი არ შეცვლის. ეს ხელს უწყობს ადამიანის როგორც მისი გონებრივი განვითარებისთვის, შემდეგ მისი პროფესიონალურად ჩამოყალიბებაში. თუ კი რა თქმა უნდა ხელოვნების დარგი აინტერესებს მას განვითარება. ასე რომ კონკრეტულად დღეს ჩვენი ქალაქისთვის, ქუთაისისთვის სასიხარულო არის ის ფაქტი, რომ ასეთი გამოფენა არ არის ქუთაისში მოშოული და ასეთი გამოფენა როცა გაიმართა, ეს რა თქმა უნდა ორმაგად სასიხარულოა და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება ვიტყოდი ნამუშევრებს, საკმაოდ ბევრი არის, დარბაზი მაინდამაინც დიდი არ არის, საკმაოდ ჭიდროდ არის აქ ყველაფერი და გამომდინარე იქედან რომ თვითონ ავტორების მრავალფეროვნებიდან და მათი ხასიათიდან აქაც ეთყობა, რომ სხვადასხვა განწყობებზე არის ნამუშევარი ერთი და იგივეს ვერ ვნახავთ და არ შევხვდებით.